პოლიტიკური დევნა, რომელზეც ყოფილი ავიატორის გარდაცვალების შემდეგ ალაპარაკდნენ. სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის ძველი ხელმძღვანელი ზურა ჭანკოტაძე გუშინ გულის შეტავა მიმსხვერპლა. ოჯახის წევრები და ავიაციის სფეროს წარმომადგენლები რამდენიმე წლიან დუმილს არღვევენ და დღემდე გაუხმაურებელი ვერსიებზე საუბრობენ, რის გამოც 9 წლის წინ ზურა ჭანკოტაძე დააკავეს. გარდაცვლილის კოლეგებისა და ახლობლების მტკიცებით 2004 წელს ავიაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ციხეში მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ მისი და მაშინდელი ხელისუფლების შეხედულებები ერთმანეთს არ დაემთხვა. სახელდება კონკრეტული გვარებიც, რომლებმაც დაპატიმრება შეუკვეთეს. გიორგი კარბელაშვილი და ირაკლი ჩუბინიშვილი. სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. 2004 წელს სწორედ ამ ბრალდებით დააკავეს ქართული სამოქალაქო ავიაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ ჭანკოტაძე. საქმე კანონით გათვალისწინებული რეგულირების საფასურის გადახდას ეხებოდა, რაც იმ დროს ავიაციის დაფინანსების ერთადერთი წყარო იყო. საფასურის გადახდა მაშინ ავიაკომპანია აირზენამ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, რის შემდეგაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ადმინისტრაციას მხოლოდ პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმება და თანხის ამ ფორმით მიღების უფლება მიეცა. ჭანკოტაძის ადვოკატის განცხადებით არსებობს დაკავების არაოფიციალური ვერსიაც. ამის შემკვეთები გახდა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი გურები, კერძოდ ეს გახდათ გიორგი კარბელაშვილი და ირაკლი ჩუბინიშვილი. ეს ორი პიროვნება, იმიტომ რომ მათი განცხადება დაედო საფუძვლად ჭანკოტაძის დაპატიმრების წინა დღეს. ეს განცხადება ეხებოდა, რომ ზურაბ ჭანკოტაძემ სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შეატყობინა თითქოს ასლან აბაშიძეს რაღაც ოპერაციის შესახებ და ასლან აბაშიძემ მიიღო გადამწყვეტი ზომები და ვერ მოახერხა ცენტრალურმა ხელისუფლებამ აჭარის დაკავება. სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ზურაბ ფერიშვილი იმ პერიოდში სწორედ ავიაკომპანია აირზენაში მუშაობდა. ამბობს, რომ რეგულირების გადასახადი ყველასთვის მისაღები იყო. უფრო მეტიც პროექტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებდა. ნაციონალურ მოძრაობასთან იყვნენ ზოგიერთი ხელმძღვანელები, გვარებს თელმა საქართველოს მიცი. როდესაც ყველა იხდის და ეს პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონის ფორმა ჰქონდა ამას. რა თქმა უნდა, აქ წინააღმდეგობა უბრალოდ გაუგებარია. ნაციონალური მოძრაობის პირადი პატიმარი, ასე უწოდებს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა ზურაბ ჭანკოტაძეს. ისინი სასჯელს მეშვიდე საპყრობილეში დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ერთად იხდიდნენ. აბსოლუტურად არავითარ მნიშვნელობა ჰქონდა ბრალეულობას. იქ იყო ადამიანების დაჯგუფება იმ ნიშნით, რომ ისინი არ იზიარებდნენ მათ იდეებსა და პირადი დამოკიდებულებით იყო უამრავი ადამიანი დაკავებული. ზურაბ ჭანკოტაძის გარდაცვალებას ახლობლები ციხეში გატარებულ წლებს უკავშირებენ. ამბობენ, რომ 4 წლის განმავლობაში მისი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. დღევანდელი მისი გარდაცვალება რა თქმა უნდა ამასთან არის დაკავშირებული. უმთავრესად ამასთან არის. ციხიდან რომ გამოვიდა უკვე დაავადებული იყო. საბჭოთა კავშირში პირველი დამოუკიდებელი ავიაკომპანია შეიქმნა საქართველოში, ისე რომ მას რუსეთის გარეშე შეეძლო ფრენების ჩატარება. ჭანკოტაძის ადვოკატი სამართალდამცველ ორგანოებს საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. მეცხრე არხი გიორგი კარბელაშვილთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ.